მოგესალმებით მეგობრებო, მე ლადო ნასვლიშვილი ვარ, თქვენი მყოფებით ჩემს პერსონალურ არხზე. დღეს გვექნება სტანდარტული ვიდეო, სადაც შევეხებით გასულ ივენთსაც და დამდეგ ივენთსაც. ცოტა განსხვავებული გამოდის ეს ვიდეო, ვინაიდან გასული ივენთის შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება UFC-ს ივენთი, ჩვენ გვექნება ეს მოვლენა ქართულ MMA-ში რკენას მეორე ივენთი, რომელიც პირველის დარად საკმაოდ კარგი გამოვიდა. ვფიქრობ, რომ განსხვავება პირველ ივენთთან იყო ის, რომ პირველში თუ უფრო მეტი იყო სანახაობა და ეგრეთ წოდებული ექშენი, მეორეში კი სანახაობებიც იყო, მაგრამ ასევე იგრძნობოდა ხარისხი, თვითონ ბრძოლების, მებრძოლების ხარისხი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ბრძოლაში, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა დოზით, მაგრამ აშკარად მთლიანობაში მეორე ივენთში უფრო ხარისხი ვიგრძენთ. თან საინტერესო რამე გითხრა სხვათა შორის ჩვენმა კოლეგამ, უცხოელმა კოლეგამ, ენდი შეპარდმა, რომ პირველი ივენთის დროს, როდესაც გაისო ტრიბუნები, პრინციპში დიდი, ასე ვთქვათ, დოზით, ალბათ ბუკა შარიქაძემ გაავსო, იმიტომ რომ გარკვეულწილად დიდი ნაწილი ხალხის სწორედ ჩვენი რაგბის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მოიყვანა აი მეორე ივენთზე უკვე თავიდან ბოლომდე MMA-ის მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული და მეორე ივენთზე მაყურებელი გაავსო თავად რკენამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯთან ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯით. გადავიდეთ უშუალოდ ივენთზე, ხო, ბევრი სხვაჩვენს საუბარი მიდის იმაზე და კრიტიკასავით, რომ თითქოს სუსტი მეტოქეები ჩამოყავს ქართველებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მოდი ამ თემასაც მინდა ორი სიტყვით შევეხოთ. ჯერ ერთი, მოდი ვიტყვი იმასაც, რომ ძირითადად ეს მოდის იმ ხალხისგან, ვინც ნაკლებად ერკვევა სპორტის ამ სახეობაში. ერთი კი იქ იყო რამოდენიმე ძალიან ისეთი ბრძოლა, რომელიც ძალიან დიდი სხვაობა იყო, ასე ვთქვათ, მებრძოლების დონეებში, მაგრამ მოდი ამსაც რატომ მოხდა ეს? ძალიან საკმაოდ ბევრი ბრძოლა, ეხლა ზუსტად არ მახსოვს, როცა გავყვებით ბრძოლებს უფრო ვიტყვით, შევეხებით ასეთ ბრძოლებს. ძალიან ბევრ შემთხვევაში მეტოქეები ჩვენს მებრძოლებს ჩაიხსნენ, ქართველი მებრძოლების მეტოქეები ჩაიხსნენ. სხვა მიზეზი, ტრავმითან, სხვა რაც ჩვეულებრივი ამბავია, ვინც ამ სპორტს იცნობს, ეს ხდება სამწუხაროდ ამ სპორტში ხშირად და იმის გამო რომ ბრძოლა საერთოდ არ ჩაშლილიყო, სასწრაფოდ წესით, ასე ვთქვათ, გახდა მოსაძებნი, მოკლე ვადაში მოსაძებნი შემცვლელი, რაც ბუნებრივი არ არის. მარტივი მით უმეტესად ჯერ არ არის ხარ რკენა UFC-ს დონეზე, რომ აი ესე დაიძახო და რიგი დაგიდგეს მებრძოლების, ბუნებრივია. მარტივი ჩვენთვის არ იყო, ამიტომ, იყო შემთხვევები, რომ ვინც ვიშოვეთ და ვისითაც ჩავანათეთ, ის ვიშოვეთ და მორჩა. შესაბამისად, გასაგებია, რომ ეს ბრძოლებიც იყო, თუმცა უმეტესობა ბრძოლებში არ იყო მსგავსი შემთხვევა და ის რომ ბრძოლა დასრულდა ძალიან მალე, აი მოდი მაგალითს ვიტყვი რა, ხორხე მასვიდალმა რამოდენიმე წამში, ზუსტად არ მახსოვს, 9 წამში თუ რაღაცა, გათიშა ბენასკრენი. რავი მოხლით. ეს როგორ ფიქრობთ, ასეთი დიდი განსხვავება იყო მასვიდალს და ასკრენის შორის? მაშინ მე გეტყვით, რომ 10-ჯერ რო შეხვედროდნენ იმ პერიოდში, იმ ფორმაში მყოფი ასკრენი და მასვიდალი, ვფიქრობ, რომ 8-ჯერ თუ არა 7-ჯერ მაინც იქ ასკრენი მოიგებდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ აი იმ კონკრეტულ შემთხვევაში წამებში მოუგო მასვიდალმა. ამ სპორტში ასე ხდება. სხვათა შორის ახლახან იყო ერთ-ერთი ივენთი, UFC-ს ივენთი, სადაც ზუსტად გეტყვით, როდრიგესი, რობოკოპი, ბრაზილიელი, როდრიგესი კი არა, რობოკოპი, ბოდიში, ბრაზილიელი ხდებოდა ასევე ბრაზილიელს დიეგო ფერეირას. თუ გახსოვთ, რემატჩი იყო ეს და პირველ ბრძოლაში, მათ შორის პირველ ბრძოლაში, ფერეირამ პირველ რაუნდში გათიშა რობოკოპი. მიუხედავად ამისა, მე ვთქვი, რომ ეს ისეთი მებრძოლები არიან, რომ ისინი თიშავენ პირველ რაუნდში და ის რომ პირველ ბრძოლაში დიეგო ფერეირამ გათიშა, თავისუფლად შეიძლება პირიქით მოხდეს მეორე ბრძოლაში და უკვე პირველ რაუნდში გათიშოს რობოკოპმა თქო. და სხვათა შორის თქვი კიდევაც, თუ გახსოვთ, რომ ვინც ნახა ის ვიდეო, რომ ფავორიტად დავასახელე რობოკოპი. და ასეც მოხდა. ანუ ორჯერ შეხვდნენ ეს მებრძოლები ერთმანეთს, ერთხელ პირველ რაუნდში მოუგო ფერეირამ, მეორედ პირველ რაუნდში მოუგო რობოკოპმა, ხო? როგორ ფიქრობთ, ახლა მათ შორის დიდი განსხვავება იყო? თუ იყო, მაშინ რანაირად მოხდა ისე, რომ ერთმა მოიგო ჯერ და მეორე. ამ სპორტში ასე ხდება. რაღაც მომენტში შეცდომას დაუშვებს მებრძოლი და შეიძლება დაისაჯოს ისიერად. შეიძლება ისე მოხდეს, რომ თუ არ დაუშვა შეცდომას, თუნდაც მოიგოს ამ მებრძოლმა. ან პირიქით მეორემ დაუშვა შეცდომა. აქ შეცდომაზე ეგრევე ისჯებიან.
ეს არ არის კალათბურთი, რომ რაღაც ერთხელ ბურთი ვერ ჩააგდე, რაღაც მარტივი ბურთი და მერე გააგდრო და გამოსწორების. აქ თავდება ძალიან ხშირად. ნუ პრინციპში ამისი ახსნა ალბათ ისეთი მაყურებლისთვის, ვინც ახლა დაიწყო, მე მეწყურება ძნელია და მესმის რომ ხა ძალიან მალე რომ ერთი უგებს მეორეს, ხა იგივე რაც მოხდა ბოლო ბრძოლაში, ხო? მივალთ მაგ ბრძოლამდეც ბუნებრივია. ლორდ კიფანიძე ოლივერა ბრძოლაში მაგალითად გარკვეულწილად განაპირობა იმან რომ ძალიან მალე და ოლივერასთვის მოულოდნელად და არა მარტო ოლივერასთვის ხო შეიძლება ზოგადად მოულოდნელია და ვინც უყურებს MMA-ს და ამეთანხმება რომ ასე ლოუ-კიკით მოწყვეტით მოცელო მეტოქი ზოგადად ძალიან იშვიათია მაგრამ რატომღაც ლორდ კიფანიძე ამას აკეთებს უკვე ორჯერ მეორე ზედიზედ რომ არა ის ლოუ-კიკი რამაც მოცელა ალექს ოლივეირა შეიძლება სულ სხვანაირად განვითარებულიყო ეგ ბრძოლა მე არ ვამბობ რომ წააგებდა ლორდ კიფანიძე მაგრამ შეიძლება ბევრად უფრო რთული ბრძოლა ქონოდა. აქ ესეა, მომენტები ქმნიან შედეგებს და რა თქმა უნდა აქ ასევე მოქმედებს მასპინძლის ფაქტორი. უბრალოდ მასპინძლის არა. მაყურებლის ფაქტორი. მე ვერ საუბრებ მებრძოლებს და რა ვიცი თვითონ ამბობდნენ და რანაირად უნდა წავაგოთ, რომ შემოვდივართო და ამ ატმოსფეროთან ახლა მოდი პირდაპირ თქვა ჩვენი ქართველი მებრძოლები არ არიან განებირებული ასეთი რამით, ხო? ხა როცა სპორტის სასახლეში გამოდიან და ასეთი მხარდაჭერა და ასეთი ატმოსფერო ხდებათ ხა ეს მუშაობს, ეს არის ემოციები ამ სპორტში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრს წვეთს ემოციები. აი ვიღაცას რომ ამაღლებულ განწყობაზეა და მეორე თუ დაითრგუნა, აქ უკვე ეს ძალიან ხშირად აი ეს ფაქტორი გადაწონის ხოლმე. ასე რომ მე მაგალითად ვფიქრობ რომ აი იგივე მსგავსი იგივე წყვილები როცა სხვაგან შეხვედროდნენ შეიძლება არ არის გამორიცხული ბევრ ბრძოლაში სხვანაირად დასრულებულიყო შედეგები. ამით იმას ვკარგავ რომ წააგებდნენ ჩვენები და რატომ მოიგეს მეთქი მაგრამ ზოგადად ის რომ მასიურად მოიგეს ქართველო მებრძოლებმა ეს არ არის იმის მაჩვენებელი რომ რაღაცა ისინი ჩამოუყვანეთ ამ მებრძოლებს. მერწმუნეთ ბრძოლის წინ, მაგალითად მე ბრძოლის წინ კომენზე და მეინზე რომ საუბრობდით თუ შეიძლება გადამოწმოთ იმ ხალხთან ვისთანაც მაგ კომუნიკაცია მე მეგონა რომ ნიკოლოზ აბრამიშვილი მოიგებდა უფრო მარტივად რა, ნუ მოიგებდა და აი დავით ლორდ კიფანიძის შემთხვევაში ვფიქრობდი რომ გაუჭირდებოდა და უფრო ფავორიტად სიმართლე გითხრათ ალექს ოლივერას ვთვლიდი. ხო? თუმცა ისე აღმოჩნდა რომ ოლივეირა რომელიც აქ მეორე მომენტია კიდე მებრძოლიო ჩამოდის ხო ჩვენ რითიმს ჯელოთ მისი წარსულით, მისი ასე ვთქვათ კარიერით, ხო? ახლა პირადად ესე ყოველდღიურ რეჟიმში ამ მებრძოლებს ხო ვერ ვხედავთ. ხა ბუნებრივია ხა არ დაგიმალავ და მეც ველოდი ხა ალექს ოლივეირასგან, მაგრამ რა ვქნათ ხა გაუბრაზდეთ რომ ლორდ კიფანიძე მარტივად მოუგო. კიდევ ერთხელ გამემეორებ მარტივად შეიძლება ძალიან ძლიერ მებრძოლს მოუგო იმის ხარჯზე რომ დავუშვათ მან დაუშვათ ერთი შეცდომა და ის შეცდომა 100%-ით გამოიყენო. პლუს ის განწყობა და ასე შემდეგ. ნუ ცოტა გამიგზელდა შესავალი. მოდი მივყვეთ პირველი ბრძოლა იყო ლაშა გიორგი მესხსა და მანსუროვს შორის. აი ერთ-ერთი მაგალითი მესხს უნდა შეხვედროს სხვა მებრძოლს. ლამის ორჯერ შეეცვალა მეტოქე და გამოდიოდა რა ან საერთოდ არ უნდა ებრძოლა ლაშა მესხს ან სასტრაფოდ ვინც მოუძებნა ორგანიზაციამ მას უნდა შეხვედროდა. გეთახმებით რომ დიდი იყო განსხვავება ჯერეთი მანსუროვი სულაც სხვა შორის უფრო სუბუქი იყო მასზე და არ დაგიმალავთ მე დარწმუნებ ამ ბრძოლაში მე დიდ ფავორიტად ხედავდი მეს მართლა ამ შემთხვევაში მაგრამ არა იმიტომ რომ შეურჩიეს და აი მოდი ლაშა მესხს ვინმე ვაცემინოთო უბრალოდ ვინც ჩაუნიშნეთ ეს კონკურენტული მეტოქე იყო მართლა ვინც ჩაუნიშნეთ მაგრამ ჩაეხსნა ის მებრძოლი მაშინ უნდა საერთოდ გაგვეუქმებინა ეს ბრძოლა ხო და ის ლაშა მესხის გამოდიოდა ტყილა უნდა ჩამოსულიყო და ასე შემდეგ მე მგონი კარგი ვქენით რომ უბრალოდ მოკლე ვადაში ვისი პოვნაც შესაძლებელი იყო ის ვიპოვეთ და სიმართლე გითხრათ თუმცა ეს მაშინაც არავინ არ ფიქრობდა რომ ფლატპასზე მარტივად მოუგებდა ლაშა მესხი ხო შემდეგი ბრძოლა ნიკა კალანდაძე იბრაგიმ შოიმოვთან რა ვიცი ხა ამ ბრძოლაზე ვინც უყურა პირველ რაუნდში იქ მე მგონი მით უმეტეს პირველ რაუნდში გამოჩნდა თქვა მის თქვა მინდა რაღაცა იქ არ უნდა გაჩენოდა საბეჭდილება რომ აი რა სუსტი ჩამოუყვანეს შეერთი რეკორდი შეხედეთ თვითონ ნიკა კალანდაძის რეკორდი იყო 3 მოგება და 6 მარცხი რა ვიცი რეკორდით დიდად არჯობნიდა შოიმოვს ნიკა კალანდაძე ხო შოიმოვს ჰქონდა 4 მოგება და 5 მარცხი ნიკა კალანდაძის 3 მოგება და 6 მარცხი ანუ რეკორდით თან შოიმოვი გამოდიოს შეგახსენებს უზბეკი მებრძოლია და
შუა აზიის ქვეყნებში ძალიან კონკურენტული ორგანიზაციებია, იმიტომ რომ იქ მთელი ეს ყაზახეთი, უზბეკეთი, ბნელეთიდანაც ჩამოდიან მებრძოლები, მუდმივად იმართება ორგანიზაციები, მუდმივად მიდის ბრძოლები, კავშირები აქვს ერთმანეთთან, ძალიან ბევრად უკეთ არის ეს ინფრასტრუქტურულად MMA განვითარებული. ასე რომ არ არის იქიდან როგორც წესი ამ ორგანიზაციებიდან მოდიან საკმაოდ კონკურენტული მებრძოლები. ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ნიკა კალანდაძის არ ქონდა 9-0-ზე და 10-0-ზე, ხო? 3 მოგება და 5 მარცხი ქონდა. 6 ბოდიში. და პირველ რაუნდში თუ ნახეთ ძალიან კონკურენტული ბრძოლა. მე საერთოდ არ ვიცი ვინ მოიგო პირველი რაუნდი. მე არ გამოვიცხარო, შეიძლება სულაც პირველი რაუნდში შოიმოვი ყოფილიყო უკეთესი. თუმცა მეორე რაუნდში იმის ხარჯზე რომ სწორი დასწრები გამოიტანა, იმის ხარჯზე რომ ტაქტიკურად მოიქცა სწორედ რომ დაასწრო ჭიდაობა ნიკა კალანდაძე, ანუ სანამ მეტოქე მოახვევდა თავს იგივე გრეპლინგს ხო ძალიან აურია იქ შოიმოვა ძალიან ჩვენს გაგვაკვირვა და დარწმუნებულად ნიკა კალანდაძეც არ ელოდნენ მისგან ჭიდაობას. ფაქტობრივად პირველ რაუნდში ასწრებდა ჭიდაობას თითქოს, თუმცა სწორი დასწრები გამოიტანა და მეორე რაუნდში სწორი ტაქტიკით მოახერხა და დააფინიშა. რა ვიცი, ეს ბრძოლა მეორე რაუნდში რომ მეტოქეს ტექნიკური ნოკაუტით მოუგებ, რა ვიცი, რატომ უნდა გაგიჩნდეს აზრი რომ რაღაც ძალიან სუსტები ჩამოვიყვანოს. რაღაც ისეთი დაბეჭდილება გვჭირდება რომ ძალიან ბედნიერი იქნებოდა ეს ხალხი თუ ყველა ქართველი წააგებდა. შემდეგ ბრძოლაში ამირან მამულაძე, კი ბატონო, აერჩილი, სხვა შორის ჩინელი მებრძოლი, რომელსაც ბონუსი აიღო მეოთხე წაგების სხვა შორის, ზოგადად ძალიან ასეთ მეტოქეებთან, აი შეიძლება კითხოთ მებრძოლებს, ძალიან უხერხულია ბრძოლა, რომელიც მუდმივად წინ მოდის. არ ტყავ თითქოს ტკენ, მაგრამ მაინც წინ მოდის, აი მუდმივად გახევინებს უკან. თუ ნახეთ ეს ბრძოლა, მე სასწაული იყო. არ ტყავდა მამულაძე, მაგრამ მაინც წინ ერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგია აერჩილს. და კი, საბოლოოდ ძალიან ეფექტური გამარჯვება. ერთი ახაც მესამე რაუნდის TKO იყო, რა გინდათ, მე ვერ ხვდები რა გინდათ. მესამე რაუნდის TKO იყო, პირველი რაუნდი განსაკუთრებით გააწვალა აერჩილმა სხვათა შორის. მეორე რაუნდში იყო თუ სწორად მახსოვს ეპიზოდი, როცა რაღაც ძალიან შეგვეშინდა იმისი რომ თუ გახსოვთ, აი გაფუჭდა თქო, რაღაც თითქოს გაფუჭდაო, ვერ დავინახე იქ გაუშვა თუ არა დარტყმა მამულაძემ, მაგრამ ერთ მომენტში რომ თითქოს გაბრუნდა რაღაც შექანავდა ყრუდაცვაზე რომ გადავიდა მამულაძე, იქ სერიოზული საფრთხე იყო რომ ჩინას დაეფინიშებინა აერჩილს. და თვითონ ბრძოლა იყო ძალიან კარგი და ძალიან კონკურენტული. გასაგებია მესამე რაუნდში, თან მესამე რაუნდის ბოლოს დამთავრდა ტექნიკური ნოკაუტი. კი, მესამე რაუნდში უკავე გადაუარა მამულაძე, მაგრამ მარტო მესამე რაუნდი ხო არ არის, იქამდე იყო სერიოზული ბრძოლა. შემდეგი ბრძოლა იყო იაროსლავ ჩოკობოკი, დანიელ სპოლარიჩი. ну, აქ ჩოკობოკზე რა შეგვიძლია ვთქვა? შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატია იმისი, რომ პირველი უცხოელი ვარსკვლავი გახდეს. ეს არის ძალიან ეფექტური და ლამაზი სტრაიკინგის და სახიფათო სტრაიკინგის, ბაღალი დონის სტრაიკინგის მქონე მებრძოლი, რომელიც ასევე როგორც ამ ბრძოლაში გვაჩვენა, ძალიან კარგი გრეპლინგიც აქვს. და საერთოდ რანაირად უნდა ებრძოლო ამ ბიჭს, მე არ ვიცი, იმიტომ რომ თავად როგორც თქვა ინტერვიუში თქვა სხვათა შორის, რომ მე ისეთი სტრაიკერი ვარო, ისეთი მაგარი სტრაიკერი ვარო, რომ სტრაიკერებსაც რო ხვდები, საბოლოო ჯამში ისინი ჭიდაობაზე გადადიანო და მაგრამ პრობლემა ის არის რომ მეტოქეებისთვის რომ ყოველ შემთხვევაში ამ ორი ბრძოლით შეგვიძლია ეს დასკვნა გამოვიტანოთ რომ ჩობობთან ჭიდაობის დაწყება და ფეხში შესვლა ძალიან სახიფათოა. შეგახსენებთ რომ პირველ ბრძოლაში ჯუბაბერიძე სწორედ ამ დროს გათიშა, როდესაც ფეხში შედიოდა ჯუბაბერიძე და ამ ბრძოლაშიც სერბი მეტოქე, როდესაც ფეხში შევიდა, მაშინამ ყისიერად კისერი ავღო და გილიოტინით მოგვდა. ძალიან მაღალ დონეს აჩვენებს ჯერჯერობით ჩოკობოკი და ძალიან მონდომებულია რომ გახდეს პირველი უცხოელი ვარსკვლავი და საერთოდ ჩემპიონობა უნდა როგორც გამოაცხადა. მოკლედ ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, შენაძენი აღმოჩნდა იაროსლავ ჩოკობოკი რკენასთვის და დავაკვირდეთ საინტერესოა ვინ იქნება მისი მომდევნო მეტოქე. მომდევნო ბრძოლაში, კი ბატონო, ან მომდევნო ბრძოლას მივადგეთ. მარკოს სარასიარვი, გიორგი გოგოჭური. შეგახსენებთ, რომ ამ ბრძოლაში საერთოდ წააგო გოგოჭურმა. ნუ აქაც ჭადველი ჩამოუყანეთ, ერთი ჩამოუყანეთ მეტოქე, რომელსაც დამარცხებული ყავდა გოგოჭური. ხო, თუმცა მოდი დავანებოთ ახლა მაყურებლის კრიტიკას დავით და თვითონ ბრძოლაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ამ ბრძოლაზე სასაუბროა. მე საერთოდ ახტოვანდი, სულ მართლა გითხრათ, სარასიარვის გრეპლინგით, უმაღლესი დონის გრეპლინგი ქონა ამ ბიჭს და არ მოგატყუებთ, მე მანამდეც რომ ნახე სარასიარვის ჰაილაითებიც მოვიძიე. ცოტა არ იყოს მეშინოდა იმისი რომ სიმართლე გითხრათ ფავორიტად მას ვდედი გოგოჭურთან და
არ გამიკვირდა რაც მოხდა, მაგრამ აქვე ვიტყვი რომ გოგოჭუ შეეძლო მოგება და ტრაბახში ნუ ჩამომართვით, მაგრამ მე გოგოჭურს ისეთი გეგმით ვაბრძოლებდი, რომ დიდი ალბათობით მოიგებდა. უბრალოდ კი ბრძოლის მსვლელობაში შეცვალა სტრატეგია გოგოჭურა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. აქ სხვანაირად გოგოჭურს საერთოდ მთელი ვარჯიშიც უნდა გათեն, ჯერ მომართული იყო და ნავარჯიშები იყო გრეპლინგზე გოგოჭური. საერთოდ სხვა რამეზე უნდა გააკეთებინა აქცენტი გოგოჭურს. გოგოჭურს უნდა გააკეთებინა ფეხზე, ბრძოლაზე. თავიდანვე რომ ესე დაიწყო, თან სადაც არის ერთი ნაკლი აქვს. ყველა დარტყმას უშვებდა. ფეხზე, რაც სტრაიკინგში რამდენი ხანის მიდიოდა ბრძოლა, ყველა დარტყმას უშვებდა. ბევრად ჯობდა მას გოგოჭური. გოგოჭურს აქცენტი გააკეთებინა გრეპლინგ, სტრაიკინგზე ბოდიში. ემუშავა ბევრი, ემოძრავა ბევრი, თუნდაც წაიქცია, შეიძლება რა თქმა უნდა წაიქცია რაღაც 2 წუთის, 3 წუთის შემდეგ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სხვათვის კარგად იცავდა გოგოჭური თავს საბმიშენებიდან, ფინიშის, მიწაზე ფინიშისგან თავის დაცვა გოგოჭურს სადაც არისგან შეეძლო, ფიქრობ რაუნდებს ის წაიღებდა. გოგოჭური წაიღებდა, თუ სწორი გეგმით იბრძოდა, პირველ რაუნდსაც წაიღებდა. მეორე რაუნდსაც წაიღებდა და ამ სპორტში კიდე რა ხდება, იცით, თუ რაღაცა არ გამოგდის, გარკვეულწილად ამ ფინელის პერფორმანსი განაპირობა იმანაც, რომ ძალიან კარგად წავიდა მისთვის ბრძოლა და ეს აი მოდი რომ გავიხსენოთ იგივე ოლივეირასა და ჰოლოვეის შორის ბრძოლა. პირველ რაუნდში ძალიან მარტივად დააგდო ოლივეირამ და ეს ძალიან ხშირად ხდება, რომ იგივე გაგრძელდა. პირობითად ეხლა რა თქმა უნდა ამას ვერ დავამტკიცებ და შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ვფიქრობ რომ პირველ რაუნდში რაღაცნაირად მოიხერხებინა ოლივეირას და ვერ წაიქცია ოლივეირას კი არა ჰოლოვეის და ვერ წაიქცია ის ოლივეირას, შეიძლება დანარჩენ რაუნდებშიც გაჭირებოდა. აქ განწყობას და როგორ წავა ბრძოლა, ანუ ფსიქოლოგიურად რა მდგომარეობაში ჩავარდები ბრძოლის მსვლელობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სპორტში. ამიტომ კიდევ ერთხელ თუ პირველი 2 რაუნდი კონკურენტულად აჯობებდა, ნუ თუნდაც თან კიდევ იქიდან გამომდინარე რომ მიწაზე სარასიარი არ უტყავს ბევრს და ცდილობს სამიშენი მოძებნოს. პირველი 2 წუთის განმავლობაში თუ ვერ წააქცევდა სარასიარი გოგოჭურს და თუ ბევრს უტყავდა გოგოჭური, ფიქრობ რომ რაუნდებს წაიღებდა, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება წაექცია შემდეგ კიდე და ბოლო 3 წუთი ან 2 წუთი დაუშვათ ეთრია სარასიარის რაუნდი შეიძლება ვერ წაიღო ფინალს, იმიტომ რომ მაინც დარტყმები უფრო ფასობს, ვიდრე გრეპლინგით ან წარუმატებელი სამიშენების ცდილობები. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ წარუმატებლობას შეიძლება გაეტეხა თავად სარასიარი და მესამე რაუნდში შეიძლება საერთოდ ვერც წაექცია გოგოჭური. თუმცა, ნუ მოხდა ის რაც მოხდა, არ აქვს მნიშვნელობა ხა რა შეიძლება მოხდარიყო, მიწაზე იგზნობოდა რომ ნუ მიწყეს გოგოჭური, მაგრამ უნარებით როგორც გრეპლერი ბევრად უკეთესია მასზე სარასიარი. ნუ ფაქტია, რაც ვიზავთ. თუმცა არა უჭავს გიორგი გოგოჭურსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაინც ვტრიალებ თითქოს ადგილზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გრეპლინგში სარასიარი უფრო მაღალი დონის გრეპლერია ვიდრე გოგოჭური, ვფიქრობ, რომ MMA-ში ბრძოლის მოგება გოგოჭურს სწორი გეგმით შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ მე მოვაგებინებდი მაგალითად მას. ასე დასრულდა სხვადასხვა პრელიმ კარდი და პრელიმ კარდს რო გადავხედოთ, აქაც იყო ძირითადად იყო საკმაოდ კონკურენტული ბრძოლები, გარდა იმისა, სადაც უცებ აღმოჩნდა საჭირო ჩანაცვლება მებრძოლის. და ვიწყებთ მთავარ კარდს. მთავარ კარდი გაიხსნა ნიკა კუპრავიშვილის და ანარ ჰუსეინოვის ბრძოლით. ნუ კუპრავიშვილი ძალიან გამოსვლილი და კარგი მებრძოლია. მინდა გითხრათ და აქაც მოხდა იგივე. ანარ ჰუსეინოვს არ უნდა ებრძოლა კუპრავიშვილთან, კუპრავიშვილს ჩაიხსნა მეტოქე და მოხდა ისე რომ სხვა შემცვლელი არ იქნა ნაჩვენი და არ მოგატყუებთ როგორც ბრძოლის დროს გამოჩნდა არ იყო მზად ანარ ჰუსეინოვი ვერ ვიტყვი რომ მზად იყო ეს არა იმიტომ რომ მალე წააგო ის როგორ შევიდა ტექდაუნზე როგორ ცდილობდა აშკარად იყო რომ მზად არ იყო ბრძოლისთვის თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ ამას წინასწარ ხო ეს ვერავის ვერ ეცოდინებოდა ბუნებრივია მით უმეტეს კაცმა სხვადასხვის ინტერვიუს რო ვიღებდით ამ ანარ ჰუსეინოვისგან ასამობ რო წავაგო კარიერას ავსვანებებო და რაღაცა ვიფიქრეთ რომ ეს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებსო, მაგრამ ნუ შეიძლება იბრძოლა, მაგრამ ნუ არ იყო რა მზად, მოდი პირდაპირ ვთქვა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შემცვლელი მებრძოლი იყო და სულ არ იგეგმებოდა რომ ეს ასე ვთქვათ, ის იქნებოდა კუპრავიშვილის მეტოქე. თუმცა ის რომ ის კარგად მომზადებული არ აღმოჩნდა, ეს არ აკნინებს ნიკა კუპრავიშვილს. ნიკამ გააკეთა თავის საქმე. და ამის გამო ხა ნიკას კრიტიკა რო აუ სუსტი ყავდა, ჯერთ მე ის მებრძოლი ყავდა. ის ანარ ჰუსეინოვი არის MMA-ის მებრძოლი.
ხა ფორმაში იყო თუ არ იყო, ეხლა ეს ნიკა კუპრაბიშვილის ბრალი არ არის. შემდეგი ბრძოლა იყო ტატო პრიმერასა და ლუკაშ ბატისტას შორის. ამ ბრძოლაში ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო იმ მხრივ რომ ხლა ამ ბრძოლაში ვიტყვი რომ აი რო ვთქვი რომ ხარისხი იყო დიდი თქო. ამ ბრძოლას ეს არ ეხება. მე ამ ბრძოლაში ზუსტად ხარისხის დიდი ნაკლებობა დავინახე და ლუკას ბატისტას ვიტყოდი რომ მას აშკარად აკლია კლასი იქიდან გამომდინარე რომ უნარები ლუკას ბატისტას ჰქონდა უკეთესი ტატო პრიმერაზე, მაგრამ და ეს ბრძოლა მას წეს მოეგო, მაგრამ გახსოვს მესამე რაუნდში რაც მოხდა, საბოლოოდ მაინც მთელი ბრძოლა ეძებდა ამ ერთი დარტყმას ტატო პრიმერა, თან ძალიან ისე ვერ ვიტყვი რომ ახაც კარგად ეძებდაო, მაგრამ ნუ ასე თუ ისე მოახერხა და მესამე რაუნდში მოარტყა და საბოლოოდ პერფორმანსის ბონუსი საიღო დამსახურებულად, იმიტომ რომ ასეთი დრამატული ბრძოლების მოგება ზოგადად ერთ-ერთი ის ფაქტორია, რის გამოც MMA უყვართ. გადავიდეთ ბოლოს ამ ბრძოლაზე, გოჩა შაინიძემაც მოიგო მეორე რაუნდში მახრჩობელად. რა პრობლემაა არ მესმის? სხვაჯერ გოჩა შაინიძეს საკმაოდ ისეთ კარგი მეტოქი ჰყავდა ფახრედინ ჯუმანაზაროვი არ არის ხელწამოსაკრავი მებრძოლი, მისი რეკორდი იყო 8-3 ბრძოლამდე, ანუ 8 მოგება და 3 მარცხი. მოდიოდა თან მოგებიდან, ტექნიკური ნოკაუტი ჰქონდა ბოლო ბრძოლა მოგებული და მის იმასაც თუ გადავხედავთ რეკორდებს, საკმაოდ კონკურენტულ სივრცეებში აქვს და კონკურენტულ მებრძოლებთან აქვს ნაბრძოლი. ხო, ძირითადად ბნელეთის წარმომადგენლები, შუააზიელები, ანუ მებრძოლები, რომელმაც იციან MMA, ხა მე ყველას არ ვიცნობ და არ ვიცი რა დონის მებრძოლია თითეული, მაგრამ მათთვის MMA არ არის ასე ვთქვათ, უცხო და კიდევ ერთხელ გამეორებ, შუა აზიაში ზოგადად ძალიან კარგად ასე ვთქვათ, იწვრთობიან მებრძოლები. და სხვათა შორის არ იყო ფახრედინი ცუდი, თუმცა ნუ კლასით აშკარად უკეთესი აღმოჩნდა გოჩა შაინიძე და რა ვიცი, მე ეს სხვათა სულაც არ მწყინს. ნუ საბოლოოდ რაც მოხდა, ნახეთ, პირველ რაუნდში საჯობა პრინციპში გოჩა შაინიძემ, თუმცა მეორე რაუნდში უკვე ასე ვთქვათ, ზეწოლა გააგრძელა და იქ ასე ვთქვათ, კარგად დაგებულ ხაფანგში საბოლოო ჯამში მოაყოლა და ზურგიდან მარყუშით მოგუდა უზბეკი მეტოქე. მივადექით კომეინს ნიკოლოზ აბრამიშვილი, ჯეიმს ლონტოპი. ეს ბრძოლა იყო ამ ივენტის მშვენება და აქ არ ვიცი, მე ეთერშიც ვთქვი რომ შესაძლოა დამწყებ მაყურებელს არ მოეწონა ეს ბრძოლა, იმიტომ რომ ჰაილაითები და რაღაც ნოკაუტები გვიყვარს. ერთი ხრი გვიყვარს, მაგრამ მეორე ხრი ბრაზდებით, რატო ვიგებთ ნოკაუტებით მალეო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ნოკაუტები არ იყო, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან მაღალი დონის ბრძოლა იყო. აი, მაღალი დონის ბრძოლაში რაც გულისხმობ, იცი, აი ჩვენ აი მაგალითად შევადარებ ტატო პრიმერასა და ლუკაშ ბატისტას შორის ბრძოლას, რომელზეც ვთქვი, რომ აქ მაღალი ის არ იგრძნობოდა თქო. დონე თქო. მაღალი დონეს ბრძოლებში რა ხდება, იცით, ერთ შეცდომას აქვს უზარმაზარი ფასი. იმიტომ ხდება, რომ მაღალი დონის ბრძოლებში მიუხედავად რომ ორი მაღალი დონის მებრძოლი შეიძლება იყოს, მაგრამ ხშირად თავდება ასეთი ბრძოლები ძალიან მალე. ზუსტად იმიტომ, რომ აქ შეცდომას არ პატიობენ. თუ ჩვენ დავაკვირდებით ტატო პრიმერასა და ლუკას ბატისტას ბრძოლას, აქ იყო უამრავი შეცდომები ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. რომელსაც, ნუ საბოლოო ჯამში კი გამოიყენა ტატო პრიმერამ, თუმცა იქამდეც შეიძლებოდა ამის გამოყენება. აი ეს განსხვავებაა იმ ბრძოლასა და ნიკოლოზ აბრამიშვილისა და ჯეიმს ლონტოპს შორის ბრძოლას შორის. აქ იყო აი ძალიან ჭადრაკის სამაშივით იყო ეს ბრძოლა, სადაც ყველანაირად თვლიდნენ მებრძოლები, იყო ძალიან დისციპლინირებული მიყვებოდნენ თავის გეგმას. ერთადერთი შეცდომა დაუშვა ნიკოლოზ აბრამიშვილმა მესამე რაუნდში უკვე ბოლოსკენ, როცა წაქცეულმა არასწორ მხარეს შეტრიალდა ჩემი აზრით. და მაგით უფრო გაუმყარა ჯეიმს ლონტოპს პოზიცია და იქ სხვათა შორის სერიოზული საფრთხე იყო რომ ჯეიმს ლონტოპმა და გადავჭით რომ გადარჩა ნიკოლოზ აბრამიშვილი რომ ჯეიმს ლონტოპმა არ დააფინიშა ის ground and pound-ით, თორემ აი იმ შეცდომით და აი ამას გულისხმობ რა აი ესე დონის მებრძოლებში ერთ შეცდომას აქვს უზარმაზარი ფასი. და სწორედ ამიტომ ამბობ, ეს იყო ძალიან მაღალი დონის ბრძოლა, ხარისხი იყო უმაღლესი და ძალიან მიხარია რომ Fight of the Night-ის ბონუსი სწორედ ამ ბრძოლის მონაწილე მებრძოლებმა აიღეს, იმიტომ რომ მართლა მშვენება იყო და განსაკუთრებით მინდა შევაქო ნიკოლოზ აბრამიშვილი, რომელიც კი დაიღალა პირველ რაუნდში, მაგრამ მათი უნარებიდან გამომდინარე, ჯეიმს ლონტოპის, ასე ვთქვათ, გამოცდილებიდან გამომდინარე და მისი ფიზიკური, ასე ვთქვათ, თვისებებიდან გამომდინარე ამ ტანობის და შემდეგ აუცილებელი იყო ნიკას პირველ რაუნდზე გაიკეთებინა აქცენტი, თუ დააფინიშებდა, ხო დააფინიშებდა, მაგრამ ძალიან დიდი შანსი იყო ვერ დააფინიშებენ, რომ ჯეიმს ლონტოპს ზოგადად ვერ თიშავენ.
ამიტომ აუცილებელი იყო რომ იგივე სისწრაფის ხარჯზე, დინამიკის ხარჯზე, მოძრაობის ხარჯზე, უფრო აქტიურობის ხარჯზე უნდა წამოეღო ნიკას 2 რაუნდი, ნუ თუ დააფინიშებდა ხო კარგი, მაგრამ რთული იყო და უკვე მესამე რაუნდში რომ დაიღლებოდა ნიკა ეს თავისთავად ცხადი იყო თუ უყურეთ ტრანსლაციას ეკრანებიდან პირველივე რაუნდში ვამბობდი რომ ნიკამ და გაუფრთხილდეს ენერგიას, იმიტომ რომ ამას ვზნობდი რომ დაიღლებოდა, ისე იბრძოდა ნიკა დაიღლებოდა აუცილებლად. მაგრამ ამ გაამართლა, იმიტომ რომ პირველი რაუნდი წამოიღო და მესამე რაუნდში ნიკამ თავარი იყო უბრალოდ არ დაფინიშებული იყო და სხვა შორის ბოლო შეცდომას თუ არ ჩავთვლით, რომელიც უკვე ბოლო წამებზე მოხდა და ნუ შესაბამისად დროც აღარ ეყო ჯეიმს ლონტოპს. ფიქრობ მესამე რაუნდში ძალიან კარგად მოქმედებდა, კარგად იბრძოდა, რა თქმა უნდა წააგო მესამე რაუნდი, მაგრამ კარგად მოქმედებდა და აი იმ ბოლო შეცდომამდე პრინციპში ახლოსაც არც ყოფილა ჯეიმს ლონტოპი ფინიშთან, ნუ რაუნდს იგებდა, მაგრამ ეს ის მსხვერპლი იყო, რადგან წავიდა. ნიკა წავიდა მაშინ, როცა პირველ რაუნდზე გააკეთა აქცენტი. ბუნებრივია. კიდევ ერთხელ ულოცავ ნიკოლოზ აბრამიშვილს და ძალიან მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი განაცხადი იყო ნიკოლოზ აბრამიშვილისგან ჯეიმს ლონტოპის დამარცხება. და ვფიქრობ, ქვესაშვალო წონის თავარ კონტენდერად ჯერ კამრები არ აგვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოვა დრო მალე რომ უკვე სხვა დივიზიონებში ჩემპიონობის კანდიდატების გამოჩნდნენ და უკვე კამრის ასე ვთქვათ შექმნაზეც დაიწყოს რკენა ფიქრი. ვფიქრობ, თავარი კონტენდერი კამრისა არის სწორედ ნიკოლოზ აბრამიშვილი. და მივადგეთ თავარ ქარდს, დავით ლორდ-კიპანიძე, ალექს ოლივეირა. იბადანო, მეც გამაწმიდა ოლივეირა, მეც ველოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეხედეთ ოლივეირას რეკორდს. შეხედეთ 20-ზე მეტი 23 ბრძოლა აქვს ამ ადამიანს UFC-ში და აღარ მოუყვები, ვინ ყავს დამარცხებული და ვისთან არის შენახვედი. თავის დროზე, როდესაც ის გამოდიოდა, ვინც იყვნენ ტოპებში, ყველას თითქმის ყველას არის შენახვედი. ასე რომ საუბარი იმაზე, რომ ვიღაცეები ჩამოგვყავს და როდესაც ვაუბრობ ალექს ოლივეირაზე, ცოტა არ იყოს და სასაცილოა. რა შეიძლება ის მალტივად მოუგო, ამაზე კიდევ ერთხელ დავით ლორდ-კიპანიძემ ამაზე კიდევ ერთხელ გამახვილა ყურადღება. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ეს ერთი დეტალი, ერთი თითქოს უმნიშვნელო დეტალი, აი ეს ლოუ-კიკი, რითიც მოცელა დავით ლორდ-კიპანიძემ და ეს მარჯვენა ფეხით მისი ლოუ-კიკები საერთოდ ცალკე თემაა და სავიზიტო ბარათი გახდა. ვინც უყურებს MMA-ს დამეთანხმებით, რომ ასე, რა ვიცი, იშვიათად თუ გვინახავს ჩვენ მებრძოლები, ვინც ერთი ლოუ-კიკით ესევე მოცელა შეუძლია. ყველასთან 100%-იანი შედეგი აქვს ფაქტიურად. წინა რკენა ერთში პირველივე ლოუ-კიკით მოცელა რაგვარი იყო ბარბოსა თუ რაგვარი იყო ის მებრძოლი? კი ბატონო, ლეანდრო ბარბოსა და მოცელილი მოიხელთა და დააფინიშა. და მეორე ბრძოლაში ზუსტად ისევ მარჯვენა ფეხით ერთი ლოუ-კიკით მოცელა ალექს ოლივეირა. სხვა შორის აქ ამ ბრძოლის მთავარი ასე ინტრიგა იყო მოიხელთებდა თუ არა დავით ლორდ-კიპანიძე. რაც არ უნდა კარგ ფორმაში იყო ალექს ოლივეირა, სხვა შორის ვისაც ახსოვს UFC-ში ოლივეირას გამოსვლა, დამეთანხმება რომ ძირითადად მიწაზე რო გადაყავდათ ის, მიწაზე სუსტი იყო ოლივეირა ზოგადად. და მთავარი მისი პლუსები იყო სტრაიკინგში და თან მისი მოხელთება იყო ძნელი. მაგრამ თუ მოიხელთებდნენ, ის როგორც წესი უკვე გრეპლინგში ჯობნიდნენ. ეს იყო მთავარი ინტრიგა, აქ მოიხელთებდა თუ არა ლორდ-კიპანიძე და თავიდან ბრძოლა ისე დაიწყო, რომ არ ჩანდა რომ ესე ადვილად მოსახელთებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორებ, აქ დეტალები ქმნიან ხშირად. ერთი თითქოს უმნიშვნელო დეტალი შეიძლება ბრძოლის ფასი ღირდეს. ეს აღმოჩნდა ის ლოუ-კიკი. იმეთი ლოუ-კიკით, როდესაც მოცელა დააგდო, რაც ძალიან მოულოდნელი იყო, დარწმუნებული ვარ პირველ რიგში ოლივეირასთვის. უკვე ძის დაგდებული, იქ გამოიყენა რა თქმა უნდა აბრამიშვილის შეჭრა და ლორდ-კიპანიძემ მოულოდნელობის ეფექტით უკვე მოიხელთა, რო იტყვიან, დაიჭირა, ასე ჭიდაობაში. კი დავით ლორდ-კიპანიძე აი პრაიმ ოლივეირა რო ყოფილიყო ის, რო დაბრუნებოდა ის უნარები ოლივეირას, რაც თავის დროზე ჰქონდა. თუ დაიჭერდა ლორდ-კიპანიძე იგივეს გაუკეთებდა დიდი ალბათობით. რაც შეეხება იმას, რომ მალე დათაფა და მართლა მალე დათაფა იქ ანაკონდაზოს ესე მალე არ თაფავენ. აქ მე ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ბრძოლის შემდეგ ნათელი მოეფინა ამ ფაქტორს. საქმე იმაშია, რომ გდების დროს მარცხენა ხელი წინ მხრის ზვალის მხარეს დაიზიანა, ზუსტად არ იცოდა. ხელშეხვეული შეხვდა ველაპარაკის შემდეგ. ოლივეირას ეს ხელი თავის ფიქსატორში ჰქონდა ხელი, ჯერ არ იცოდა, იმიტომ რომ ექიმს სუსტი დიაგნოზით გადაღება უნდა და რენტგენი და ამ შემდეგ არ იცოდა რა ჭირდა, სავარაუდოდ მოტეხილი არ არისო, მაგრამ ამოვარდნილი ან კუნთი გაწყვეტილი არ იცოდა, ტკიოდა ის კი არა, თავიდან რო არ იცოდა მხარზე მეგობრულად
უთათუნესავით ხელი და ტკივილისგან დაიჭხანა, ტკიოდა, გვიან შევამჩნია რომ ის მაშინ ქონდა და მოკლედ გდების დროს ხელი დაიზიანა და ის ანაკონდას მარყუჩის დროს ის რომ მალე დათაფა ეს არ იყო მოგუდვისგან, ტკივილისგან იყო უბრალოდ ის ხელი ეტკინა და გასაგებია ამ დროს უბუნებრივია დათაფავდა. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ გაგვიხარდეს ლოთქიფანტის წარმატება ფანტასტიკური პერფორმანსი იყო, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეიძლება გაუმართლა კიდევაც, თუმცა სპორტია ეს და გარდა მომზადებისა, გარდა სწორი ტაქტიკისა და სწორი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებისა, ძალიან ხშირად ღირვალსაც აქვს მნიშვნელობა. აი ეს იყო პრინციპში, რაც რო გადავავლოთ თვალი, რაც მოხდა რკენაზე დეტალურად ვისაუბრეთ, რა შეიძლება მოხდეს მომდევნო, ასე ვთქვათ, რკენას მომდევნო ივენთებზე. ჩემი აზრით რამოდენიმე დივიზიონში, რამოდენიმე ალბათ ორ დივიზიონში უკვე შესაძლოა, ასე ვთქვათ, დაიწყონ ქამრების ძერწვას გულისხმობ თვითონ დამზადება, მე არ ვამბობ, შემდეგი ივენთზე ალბათ ნაჩქარევია უკვე ქამარზე ბრძოლა, მაგრამ ფიქრობ ქამარი უკვე უნდა არსებობდეს და ჩემი აზრით სავსებით შესაძლებელია, მე არ ვამბობ, რომ აუცილებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია დაუშვათ შემდეგ ივენთზე დაანონსდეს, რომ აი მალე დაუშვათ იქნება საჩემპიონო ბრძოლა, დაუშვათ ქვესაშვალო წონაში და თუ გამოჩნდება, თუ უკვე დამზადებული თუ იქნება თქო და ქამარი, თუ გამოჩნდება ქამარი, დაუშვათ სულ არ იქნება ურიგო. გარდა ქვესაშვალო წონისა, ფიქრობ უკვე შეიძლება ფიქრი უმსუბუქეს წონაზე, სადაც უკვე ყავს ძალიან ესეთი შეიძლება თქვა გარკვეულწილად კაშკაშა ვარსკვლავიც და რა ძალიან კარგია ეს ვარსკვლავი არის უცხოელი. ძალიან კარგია, იმიტომ ვამბობ რომ ეს რკენას მიზნები არის რომ გახდეს საერთაშორისო ორგანიზაცია და ახლა თუ ჩვენ მარტო ქართველებზე გავაკეთეთ აქცენტები და მარტო ქართველების ვარსკვლავობა ასე ვთქვათ გაგვიხარდა, მთლიანობაში იმ მიზნებთან ეს ახლოს ვერ მიგვიყვანს. ამიტომ ძალიან კარგია რომ გარდა იმ ქართველი ვარსკვლავებისა უკვე რკენას ვარსკვლავობას ასე ვთქვათ ცდილობს და საკმაოდ ახლოს არის მაგალითად ერთ-ერთი უცხოელი მებრძოლი როგორც არის იგივე იაროსლავ ჩოკობოკი. არ არის გამორიცხული რომ მომდევნო ივენთზე იგივე განაცხადი გააკეთოს ტატო პრიმერამ მაგალითად. სხვა შორის რომელიც ასევე ქვესაშვალო წონაშია და თუ მოიგო ტატო პრიმერამ მომდევნო უსწრებ ხა მოვლენებს, ანუ დავუშვათ მომდევნო ივენთზე თუ რაღაცას მოუგო ტატო პრიმერამ. უკვე ორი მოგება იქნება მასაც, დავუშვათ ორი მოგება იქნება ნიკოლოზ აბრამიშვილსაც და რადგანაც არა, უკვე შეიძლება, ასე ვთქვათ, გახურება მათ შორის, არ არის აუცილებელი მესამე ბრძოლაში აუცილებლად ეგრევე ერთმანეთს დაიჯახონ, მაგრამ შეიძლება უკვე მომზადება და გახურება მათ შორის სავარაუდო პოტენციური სატიტულო ბრძოლისა. დაუშვათ შეიძლება კიდევ ერთ თითო ბრძოლა, ასე ვთქვათ, აბრძოლონ ვიღაცაებთან და თუ გაიმარჯვა ორივემ, უკვე მეოთხე ბრძოლა დაუშვათ იყოს მათ შორის სატიტულო. მსგავსი რაღაცების გაკეთება არა, მაგრამ ამაზე ფიქრობ უკვე რკენასთვის შეიძლება. კიდევ რაზეც მინდა გავუსვა ხაზი, ქართველი მებრძოლები პრინციპში ვიცით, ზოგმა მოიგო, ზოგმა კარგად გამოავლინა თავი, ზოგმა შეიძლება ჯერ ვერა, მაგრამ ყველაფერი წინ აქვს, იგივე გიორგი გოგოჭურს დარწმუნებული ვარ, რომ დაბრუნდება და გვაჩვენებს კარგ ბრძოლებს. მე ძალიან მეჩქარება ასევე, მეჩქარება რა მინდა რომ მალე დაბრუნდეს ჯუბაბერიძე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ისე მოხდა სამწუხაროდ, ხო იგივე ხო, აი ხა მაგალითად ჯუბაბერიძემ რომ ჩოკობოკთან წააგო, წამებში 12 წამში მოუგო ჩოკობოკმა პირველ ივენთზე მაგ საუბარი, კენას პირველ ივენთზე. ხა მაშინ იქაც ვთქვათ, რომ ადვილი მიუყვანეთ ჯუბაბერიძე ჩოკობოკს. როგორ ფიქრობთ? სწორია ეს? მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ როაჭუბო ხელახლა შეიძლება სულხანად დამთავრდეს ის ბრძოლა და პირიქით ჯუბაბერიძე მათრიოს ჩოკობოკი. მე ხე ჩოკობოკს კი არ იმას კი არ ვამბობ, რომ სუსტია ჩოკობოკი და მოუგეს, მაგრამ ის 12 წამში რომ მოიგო ეს არ ნიშნავს არაფერს. არაფერს რა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩოკობოკი არის ბევრად ძლიერი ჯუბაბერიძეზე და ჯუბაბერიძე მიუყვანეს ვიღაც ადვილად საცემი. არა, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში ძალიან ოსტატურად იმოქმედა ჩოკობოკმა და შეცდომა დაუშვა. ერთი კონკრეტული შეცდომა დაუშვა ჯუბაბერიძემ და სწორედ კლასი ჩოკობოკისა გამოიხატება იმაში, რომ აი ერთ შეცდომაზე იმ ერთი შეცდომის ხარჯზე, მეტოქის ერთი შეცდომის ხარჯზე 100%-ით გამოიყენა ეს შეცდომა და საბოლოო ჯამში იმ ერთი შეცდომით, მეტოქის ერთი შეცდომით მოიგო ბრძოლა. ამას გულისხმობ. ხო და ჯუბაბერიძეზე ვსაუბრობ, ძალიან მინდა მალე ვნახო ჯუბაბერიძე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ჯუბაბერიძეს რა შეუძლია და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარ ბრძოლებს და ძალიან მაგარ პერფორმანსებს გვაჩვენებს ჯუბაც მომდევნო ბრძოლებში. თუმცა კიდევ ერთხელ მომეს ქართველებს ვისაუბრე, ცოტა გამიგრძელდა. ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელ მებრძოლებზეც კიდე აქცენტის გაკეთება, უკვე ჩოკობოკზე ბევრი ვისაუბრე, მოდი აღარ გავჩერდები.
ტატო პრიმერამ რომელსაც ბონუსი წაიღო და გამოგვიცხადა სიამოვნებით ჩამოვალო, ოღონდ თუ შეიძლება ცოტა ზაფხულში რომ დამიძახოდო, შეცივდა სხვათა შორის ძალიან, ეხლა კანარის კუნძულებიდან არის. მაგრამ ამას გარდა მე განსაკუთრებით ყურადებას გავამახვილებდი მარკო სარასიარვიზე, რომელიც თავისებური სპეციფიური მებრძოლია, ძალიან შეიძლება არ ნამდვილად სამხრივად განვითარებული გრეპლინგის კუთხით, თუმცა ეს გრეპლინგი აქვს ფანტასტიკური და ვფიქრობ, ჩვენერი კანდიდატია ერთ-ერთი იმისი, რომ ერთ-ერთი უცხოელი, ვარსკვლავი თუ არა, თუმცა რატომაც არა, შეიძლება სამომავლოდ ვარსკვლავობაც, მაგრამ რაღაცა ძალიან გამორჩეულ მებრძოლად ჩამოყალიბდეს რკენაში. ეს აუცილებელი კიდე რისთვის არის, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რომ რატო აკეთებ აქცენტს უცხოელებზე. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ეს იქნება мотивация თუ აქ უცხოელმა მებრძოლებმაც მიაღწიეს წარმატებას, ეს იქნება мотивация მთელი ამ ბაზრისთვის, ხო? მთელი ამ უამრავი მებრძოლი არსებობს, ვისაც პრობლემაა და ამავდროულად უამრავი ორგანიზაციაც არსებობს, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ახლა. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რკენა ვერ დაიკვეხნის რაღაც უზარმაზარი ჰონორარებით. ამიტომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი мотивация იმისი, ბევრი უცხოელი და კარგი უცხოელი მებრძოლისა, რომ მათ გაუჩნდეთ мотивация, რომ ჩამოვიდნენ რკენაში და მიიღონ მონაწილეობა აკაურ ივენთებზე, რაც აუცილებლად წარადგება რკენას და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართულ MMA-ს. რკენა თავისთავად წარადგება, რკენას განვითარება წარადგება ქართულ MMA-ს. ასე რომ რკენას ორგანიზატორებს და ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მოუწოდებ, რომ განსაკუთრებით ისე როგორ არის იცით, აი ასეთ მებრძოლებს უნდა გავუფრთხილდეთ, რაც გულისხმობ. ისე კი არა რაღაც სხვანაირად არ გამიგოთ, გავუფრთხილდეთ იმ ხრივ, რომ მათ ასე ვთქვათ გაუჩნდეთ სურვილო დიდი ხანი დარჩნენ რკენაში. იმიტომ რომ ყველა ასეთი სარასიარვი და ყველა ასეთი ჩოკობოკი სხვა ასე ვთქვათ ფინელ უკრაინელ და არა მარტო, ხა მარტო ფინეთში და უკრაინეთში კი არ იბრძვიან, მათ იცნობენ სხვა ქვეყნის მებრძოლები, სხვადასხვა ჯიმებში ვარჯიშობენ, იგივე სხვა ჩოკობოკი პოლონეთშიც ორი დროშით გამოდის, შეგახსენებთ უკრაინის და პოლონეთის. პოლონეთი ძალიან მდიდარია ეს მებრძოლებით. ასე რომ ამ ყველაფერმა შეიძლება ძალიან დიდი სარგებელი მოუტანოს რკენას. ძალიან გამიგრძელდა რკენაზე საუბარი, თუმცა პრინციპში დავამთავრებ, მე მგონი მეტი რკენაზე სათქმელი, მე მგონი ისეთი არაფერი არ არის. ველოდებით სულ მოვთქვეთათ რკენას მესამე ივენტს, რა თქმა უნდა, როგორც ქარდი იქნება და რაღაცა ნათელი მოეფინება თუ დროს და ასე ვთქვათ, შიგთავს ამ ივენტის აუცილებლად შეგატყობინებთ. თუმცა ეს რა თქმა უნდა უფრო მომავლის ამბავია, ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. პრინციპში რკენაზე დღეს მოვჩით, საკმაოდ ვრცელი ვიდეო გამოგვივიდა, მაგრამ რაც იზავ, ძალიან აქტუალური თემაა, რკენა ბუნებრივია. დღეისათვის პრინციპში მოვჩეთ, მომდევნო ვიდეოში უკვე განვიხილავთ, რომელსაც ძალიან მალე დავდებ, უკვე განვიხილავთ ლონდონის ქართს, სადაც იბრძოლებს რომან დოლიძე. მე კი დღეს ამ ვიდეოში დაგემშვიდობებით, იყავით ჯანსზე.